ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე გზის ეს ნაწილი ახტალისხევის ადიდების შედეგად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ახალი ხიდის მშენებლობის პარალელურად შემოვლითი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობის აღდგენა ხვალისთვის არის დაგეგმილი. შუაღამისას დაახლოებით 2 საათს. და რა დააზიანა კონკრეტულად? ტრუბები ჰქონდა ჩაყრილი, მიდიები, 5 ცალები იყო, მეტრიანები და ყველაფერი დაანგრია საერთოდ სამმართველოდ და დაკوپული. კახეთის რეგიონში მოსულმა უხმანდა ლექმა წვიმის სახით გამოიწვია მდინარეების და ხევების ადიდება. აღსანიშნავია, რომ გურჯაანი, კაბალი, ჭაბუკიანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა გზების რეაბილიტაციო სამუშაოებს, მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა არხმა დროებითი გზას გამოაცალა მიწის საფარი.